დედის დღესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა ქართული ოცნების ჩხოროწყუს რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად სამშობიარო სახლს ესტუმრა. ახალშობილის დედებს თამთა ხერხაძეს და თამრიკო ლაშხიას ყვავილები მიართვა და 3 მარტი მიულოცა. დიდი მადლობა მოლოცვისთვის ყველას, თქვენს ბრავას დაეწარით, თავის ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ, გაიხარეთ. დედას ულოცა, დღევანდელ დღეს, ბრავას დაეწარით. დათო გოგუა სოფელ ქვედა ჩხოროწყუში ზვიად ჯვანიასა და სვეტლანა შენგელია სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახშიც იმყოფებოდა. 5 შვილის დედას ყვავილები და საჩუქრები გადასცა და დღესასწაული მიულოცა. დიდი მადლობა დავით გოგუას მოულოდნელად ვესტუმრა პატივიქცა და ასევე მინდა რომ ყველა დედას მოულოცო დედის დღე. უსურვო მათ ჯანმრთელობა და ბედნიერება. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ხვაწმოსილ პედაგოგს ციალა ახალაიასაც მიულოცა დედის დღე. ყვავილები მიართვა და დიდი ხნის სიცოცხლე უსურვა. დღევანდელი დღე ღირსშესანიშნავია ყველა დედისთვის. ყველა დღე დედისაა, მაგრამ დღევანდელ დღეს განსაკუთრებით აღნიშნავთ ამას საქართველოში. მე მეტად ბედნიერი ვარ, რომ ასეთი სიურპრიზი გამიკეთა ბატონმა დავით გოგუამ. სრულიად მოულოდნელად მოვიდა, დამაფასა და მომილოცა დედის დღე. ეს ძალიან დიდი სიხარულია ჩემთვის. არ ველოდი და ეს ისეთი მოულოდნელობაა, რომ გასაოცარი. ყველა დედას, ყველა ქართველ დედას ულოცავ ამ დღეს, უსურვებ ბედნიერებას, შვილთა სიმრავლეს. ყველა დედას ულოცავ დედის დღეს, უსურვებ ჯანმრთელობას პირველ რიგში, ოჯახურ სიძლიერეს, ულევ სიყვარულს და თავიანთი შვილების წინსვლას და წარმატებას. ასე რომ ვინც არ არის დედა, ყველას უსურვებ, რომ ის ღირსება, რასაც დედა ქვია, აი ამ ღირსების მატარებელი ყოფილიყო. რომ დედა არის ჩვენთვის შეუცვლელი და დედაზე უკეთესი და უფრო თბილი და უსაყვარლესი ნამდვილად არავისთვის არავინ არ არის. ასე რომ დედა შეუძლია რომ მოიკლოს თავისი თავისთვის და გაუნაწილოს თავის შვილებს. ასე რომ კიდევ ერთხელ ულოცავ ყველა დედას დღევანდელ დღეს და უსურვებ ყოველივე საუკეთესოს ცხოვრებაში. დღეს ქართული ოცნების ჩხოროწყუს რაიონული ორგანიზაციის სახელით ვეწვიეთ მრავალშვილიან ოჯახებს, მრავალშვილიან დედებს მიულოცეთ 3 მარტი დედის დღე. გადავეცით მათ მცირედი სუვენირი, საჩუქრები და ამით გამოვხატეთ ჩვენი სოლიდარობა პირველ რიგში მრავალშვილიანი დედების მიმართ, ყველა გმირი დედის მიმართ და ჩვენი ორგანიზაციის სახელით, ჩვენი სახელით ულოცავ ყველა ქართველ დედას, ყველა ჩხოროწყუელ დედას დღევანდელ დღეს და უსურვებ ჯანმრთელ ცხოვრებას. და რაც მთავარია დედისთვის, რაც ყველაზე ღირსეულია, თავიანთი შვილების წარმატებით ეხაროთ და ებედნიეროთ. 3 მარტის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩხოროწყუს ახალგაზრდული საკრებულოს ინიციატივით და მაჟორიტარის ბიუროს მხარდაჭერით დაბის ცენტრალურ ქუჩებში აქცია მოეწყო. აქციის მონაწილეებმა ქუჩაში შემხვედრ დედებს ყვავილები მიართვეს და დედის დღე მიულოცეს. დღეს 3 მარტთან დაკავშირებით ჩვენ ჩხოროწყუს ახალგაზრდულმა საკრებულომ მოვაწყეთ აქცია და ქუჩაში შემხვედრ დედებს გადავეცეთ სიმბოლური საჩუქრები, ანუ ყვავილები. მინდა ყველა დედას მიულოცოთ დღევანდელი დღე და უსურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება. დღევანდელ აქციაში მაჟორიტარის ბიურომაც მიიღო მონაწილეობა. ყველა დედას ულოცავთ 3 მარტს, დედის დღეს, უსურვოთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას და მინდა ყველა დედა იყოს ბედნიერი. დღეს 3 მარტს ვახორციელებთ ღონისძიებას, რომელიც გულისხმობს რაიონის მასშტაბით დედებისათვის მინდვრის ყვავილების დარიგებას, რამაც საკმაოდ სახალისოდ და საინტერესოდ ჩაიარა. ყველა დედას, რა თქმა უნდა, მინდა მივულოცო 3 მარტი ჩემი და მთელი ჩხოროწყუს ახალგაზრდული საკრებულოს სახელით. ყველა დედას ულოცავ დღევანდელ დღეს და დაისწროს მამას. ყველა დედას ულოცავ 3 მარტს, უსურვებ დიდ ხანს ჯანმრთელად თავიანთ შვილებთან და ოჯახთან ერთად ყოფნას და მრავალი 3 მარტი გათინებულით. ყველა დედას ულოცავ დღევანდელ დღეს, მრავალს დაესწარით თქვენ შვილებთან და თქვენ ოჯახთან ერთად. მრავალს დაესწარით, გისურვებთ ყველაფერს კარგს და ავით ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. მრავალ დღევანდელ დღეს დაესწარით. დედებს ულოცავ განსაკუთრებით დღევანდელ დღეს, ბედნიერი დედები ყოფილიყავით. ბედნიერი დედები ყოფილიყვნენ, მთელ საქართველოს ულოცავ. ყველა ქალბატონს, ყველა დედას ულოცავ. აი ამ გაზაფხულის დღესასწაულს, ქალთა დღეს მრავალს დაესწროთ და გაუმრავლოს, ესე იგი, გაამრავლონ ქართული ერი.
სულ ჯანმრთელობა, კარგად ყოფნა, ბედნიერება, სიხარული და სიტყვა ყოფილიყოს მაგათ ოჯახში. დღევანდელ დღეს მიულოცავ ყველა ქალბატონს, ყველა დედას, მომავალ დედებს, ვუსურვებ ჯანმრთელობას, წინსვლას, სიხარულს, სიყვარულს და მშვიდობას ქვეყანაში. კაი.